დღეს არის შაბათი 18 ოქტომბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 5 ოქტომბერი 2025 წელი. დღეს არის ხსენება წმინდა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი წმინდანის, ეს არის წმინდა გრიგოლ ხანძთელი. და გილოცავთ ყველას და ასევე ესე არის კალენდარში ღირსი მამაი არქიმანდრიტი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და ასევე დღეს არის ხსენება კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა. და ყველას გილოცავთ ამ დღეს. ამ დღის შესახებ გვისაუბრია, დღეს არის ხსენება ასევე წმინდა გალა რომაელის 355 საუბარი არის, ასევე წმინდა აურეა პარიზელის 92 საუბარი და ასევე წმინდა უწმინდესი ტიხონის სრულიად რუსეთის პატრიარქის ბელავინი არის მისი გვარი, ეს არის 53 საუბარი და ეს არის 128 საუბარი. და ეხლა მე გადავდივარ იმ წმინდანებზე, რომელთა ხსენებას დღეს არის და რომელთა შესახებ არ გვისაუბრია, ეს არის პირველ რიგში წმინდა ხარიტინა. წმინდა ხარიტინა, ამისიელი, ანუ პონტოელი, ესე ახლოვე მინდა მოგახსენოთ, რომ ორი ქალაქია, ახლო-მახლო, ერთი არის ამისია და მეორე ამასია. ეს არის ამისია დღეს არის ქალაქი სამსუნგი, თურქეთის ტერიტორიაზე, პონტო, ეხლა ვერ გეტყვით მაშინ როგორ იყო საქართველოს ტერიტორიაში შედიოდა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი მიწებია, პონტოა, ეს არის პონტო. დავიწყოთ წმინდა ხარიტინას შესახებ. იმ პერიოდში ეს არის დიოკლეტიანეს დევნის პერიოდია, 304 წელია და ამისიაში ცხოვრობდა, აქედან იწყება ეს ისტორია, კეთილშობილი მოქალაქე, რომლის სახელი იყო კლაუდიუსი და ერთხელაც ამ კლაუდიუსმა დაინახა პატარა გოგონა, რომელიც იყო ობოლი და რომელსაც არ ყავდა არავინ, ესე იგი, საერთოდ და ძალიან ესეთი იყო ქრისტიანი, არ იყო ეს ჯერ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მოწყალე ადამიანი იყო, გულისხმიერი იყო და მოკლედ იშვილა, წაიყვანა თავისთან, იშვილა ეს პატარა გოგო და იზრდებოდა ხარიტინა კლაუდიუსის სახლში, ეს წარჩინებული პიროვნება იყო, დიდი სახლი ჰქონდა და ხარიტინა აღმოჩნდა ქრისტიანი და ესე იგი გაიზარდა და თან ეხმარებოდა, რა თქმა უნდა, იქ სახლის საქმეებში, ძალიან ლამაზი გახდა, რომ გაიზარდა, ალბათ ბავშვობაში ლამაზი იქნებოდა, მაგრამ დიდობაში მისი სილამაზე არის ხაზგასმული და ესე იგი ესეთი თვისებებია ჩამოთვლილი, თამდაბალი, მორჩილი, მშვიდი, ჩუმი, კეთილგრძალული და ჭკვიანი. აი ესეთი არაჩვეულებრივი აღმოჩნდა ეს ხარიტინა და რა თქმა უნდა კლაუდიუსს ძალიან უყვარდა ეს თავისი შვილობილი და როგორც მოგახსენეთ, ღრმად მორწმუნე ადამიანი გახდა ხარიტინა და იმდენად რომ გადაწყვიტა, რომ არ გათხოვილიყო და ქრისტეს აღუთქვა ერთგულება. რომ მაშინ ბევრჯერ მithქვამს, რომ ხა ესეთი წესი მონაზვნობის არ არსებობდა, მაგრამ აღთქმის დადება შეიძლებოდა და აი ეს აღთქმა დაუდო უფალს ერთგულების. და მოსთხოვა ამ კლაუდიუსს, რომ ცალკე პირობა შეექმნა მისთვის ცხოვრების, განმარტოვებით უნდოდა ცხოვრება, აი მონაზვნური ცხოვრება ფაქტიურად და კლაუდიუსი, როგორც მოგახსენეთ, ძალიან გულისხმიერი ადამიანი იყო და ცალკე სახლი აუშენა ხარიტინას. სადაც განმარტოვებით ცხოვრობდა
უფრო სწორედ განმარტოებით კი არ ცხოვრობდა, ამ მიწიერი ცხოვრებისგან განმარტოებით და იმდენად უკვე მისი ამბავი ამ მისიაში ცნობილი გახდა, რომ მასთან მოდიოდნენ არა მარტო ახალგაზრდა ქალები, არამედ ასევე მამაკაცები მოდიოდნენ მასთან რჩევის საკითხავად და აი ამ ქრისტეს სარწმუნოების გასაგებად, აი რა არის, რა ესეთი ძლიერი სასწაულთ ქმედების უნარი ქონდა უკვე ამ ხარიტინას და იგი ესე იგი პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, იყო მისიონერი, ქადაგებდა ამ ქრისტიანობას და ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე დაიწყო დიოკლეტიანეს ცნობილი დევნა ქრისტიანების და ამ ხარის მმართველს ერქვა სახელად დომიციანე და დომიციანუს ლათინურად ესე და დაასმინეს ამ დომიციანესთან ხარიტინა და რომ გაიგო აი ამ კლაუდიუსი, ეს ცნობილი პიროვნება იყო და ამ კლაუდიუსის სახლში ცხოვრობს ეს ხარიტინა, შეუთვალა კლაუდიუსს, რომ მოკლედ ეს ხარიტინა მომიყვანე და ჩამაბარეო. ეხლა კლაუდიუსისთვის ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო, თუმცა კლაუდიუსმა იცოდა, რომ ვერაფერს გააწყობდა რა, ვერაფერს, იმიტომ რომ ეს იყო მოქმედი ხელისუფლება მაშინ და ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ამ დომიციანემ გამოაგზავნა ჯარისკაცები და ეს კლაუდიუსი არ უშევდა ხელიდან ჩაეხუტა ხარიტინას და აი ვერ გამოგლიჯეს ხელიდან, მაგრამ ხარიტინამ უთხრა, რომ უფალო, ჩემო ბატონო, გიხაროდი, ესე იგი, ეს შენი მწუხარება ამავე დროს უნდა იყოს სიხარული. ეს სიტყვები მერე კიდე გამეორდება ბოლოში. გიხაროდეს, იმიტომ რომ მე მეძლევა საშუალება, რომ მსხვერპლი გავიღო ჩემი ცოდვებისთვის და შენი ცოდვებისთვის. და მოკლედ, ესე იგი, სიხარულით მიდის ეს ხარიტინა, ამან ტირილით გააცილა კლაუდიუსმა და უთხრა აი ცნობილი სიტყვები ავაზაკმა რომ უთხრა მომიხსენე მე ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა და უთხრა რომ როდესაც წარსგები ღვთის წინაშე არ დაგავიწყდე და როდესაც ამ წმინდათა დასთან ერთად წარდგები ქრისტეს წინაშე შენი ღმერთის წინაშე გამიხსენე და მომიხსენე მოკლედ. წაიყვანეს ახლა ეს ხარიტინა და წარსდგა დომიციანეს შესახებ და დომიციანემ, ესე იგი, ძალიან ლამაზი და ძალიან სიმპათიური, რა ვიცი, ძალიან სათნო ადამიანია ეს ხარიტინა და ახლა დომიციანესაც, მოეწონა და რაღაცნაირად არ უნდა რომ დასაჯოს და ეკითხება რომ მართალიაო რომ შენ ქრისტიანი ესე ამბობენო შენზე რომ ქრისტიანი ხარო და რომ ბევრი ადამიანი აცთუნეო, ესეო. იცი რა ხარიტინა ესე იგი აი აბსოლუტურად აი შიშის ნასახი არ აქვს წარმოიდგინეთ ეუბნება რომ იცი რა ქრისტიანი რო ვარ ეგ მართალიაო რა შეეხება ცთუნებასო არავინ არ მიცთუნებიო მე ყველას ჭეშმარიტ გზას ვასწავლიო და უჩვენებო და მოკლედ შენ სხვათა შორის მინდა გითხრაო რომ ეს თქვენი რწმუნოება, თქვენი რწმენაო რაღაცა ბილწი რწმენა არისო და ეს კერპები ესე იგი აი სწორედ ეს კერპები არიანო, მაცდუნებელი, ვინც ხალხს აცდუნებენო და მოკლედ გირჩევ რომ დაანებო თავი მაგასო და ქრისტიანი გახდო ეს წარმოიდგინე ახლა ეს დომიციანე გამწარდა ძალიან ეხა ეს ესე რომ თავხედულად არ არის ეს საერთოდ მიღებული იქ ამ იმაში რა ქვია ქალი და თან ახალგაზრდა გოგო და ესე ელაპარაკება ვის კაცო მეფისტოლა კაცია რა მოკლედ დაიწყო ესე იგი ხარიტინას წამება პირველ რიგში უბრძანა რომ ეცემათ და შემდეგ ქედზე დაედოთ რკინის უღელი როგორც უღელი რაღაც ესეთი რკინის სალტე და ბოლოს გააგზავნა ხარიტინა მოსამართლე, ფაქტიურად იმ ხარის მმართველთან ეს დომიციანე იყო
ქალაქის აი ამისიის მართველი, ну როგორც ქალაქის მერი რა დღეს. ხო და გააგზავნა აი თვითონ გუბერნატორთან თუ რაღაც მმართველთან. და გააგზავნა და უთხრა რომ მივიდა იმან იმ წუთშივე უკვე წაიყვანა რომ იცოდა უკვე ხარიტინას ამბავი წაიყვანა და სატანჯველი ინსტრუმენტები დაათვალიერებინა რომ აი ეს ამისთვის არის აი ესე უნდა გაწამოთ და უთხრა რომ აი თუ გინდა რომ გადარჩე შეიცოდე საკუთარი თავი და მსხვერპლი შეწირე ღმერთებს ну ანუ კერპებს რა და ხარიტინამ პირჯვარი გადაიწერა ესე უშიშრად და უთხრა რომ იქნებო დაფიქრდე და შენ დაანებო ამ უსულო კერპებს თავი და შენ გახდე ქრისტიანი ესე უნდა ну პირველი ბრძანება რაც გასცა რომ თავი გადაპარსა ეს არის აი რაღაცა ქალს რო თავს გადაპარსავენ ну ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილის ნიშანი რა პირველი ამით დაიწყო ეს ამება და გადაპარსა და ხარიტინას ხმა არ მოუღია და ესეთი სიტყვებია მის ცხოვრებაში ისაია წინასწარმეტყველება ქრისტეზე ვითარცა ცხოვარი კლად მიიგوارა და ვითარცა ტარიგი კლად მიიგوارა და ვითარცა ცხოვარი რომელი არ აღაღებს პირისათვისა წინაშე მრისველისათვისისა მრისველის ანუ ცხოვარი დასაკლავად საერთოდ ცნობილია სხვა შორის ეს რომ აი ცხვარი რომ იყავთ დასაკლავად ხმას არ იღებს საერთოდ ხმას არ გამოსცემს და ასევე ხმას არ გამოსცემს როდესაც კრიჭავენ ამ ცხვარს ხო და მრისველი ნიშნავს აი გამკრეჭს და ეს სიტყვები ესეა რომ ვითარცა ცხოვარი წინაშე მრისველისათვისისა ესე მივიდა უხმოდ და გადაპარსეს ეს თმები და აი ყველას თვალწინ წუთში ახალი თმები ამოუვიდა უფრო გრძელი უფრო ლამაზი და ამან ესე იგი ეს საჯული მოსამართლე ну საოცარ ბრისხანება დაეუფლა რა გამოვიდა გადახოტრა და ამოვიდა უცებ იმ წუთას ეს თმები და ესე იგი შემდეგი ბრძანება ესეთი იყო რომ გახურებული ნახშირები დააყარეს თავზე და ტანზეც და ამ ჭრილობებზე როგორც იესოს მიუტანეს პირთან დასალევად ზმარი და ნაღველი აღზავებული ერთმანეთში აი ზვარი და ნაღველი გადაასხეს ესე იგი და ესე გაამწარეს და მაგრამ ხარიტინამ ილოცა და ეს ტკივილები შეუმსუბუქდა სრულებით და ამის შემდეგ ესე იგი გააცხელებინა რკინის არ ვიცი ქართულად რა ქვია ну ჯოხები რა რკინის რითიც უნდა გაწყეპლა ალბათ რა ვიცი რომ რითიც უნდა ეცემათ და ეს გაცხელებული მკერდში გაუყარეს და შემდეგ გვერდების ჩამოგლეჯვა დაუწყეს და შემდეგ გვერდებზე ანთებული სანთელი მიუტანეს და იმით დაუწვეს ეს გვერდები მოკლედ გიყვებით ეხა ამბებს რა და ხარიტინამ კი ღმერთმა ეს მადლი გამოუგზავნა და ამ ტკივილებს ვერ გძნობდა საერთოდ და იგი ესე იგი აგძელებდა ლოცვას და შემდეგ ესე იგი რომ ნახა რომ ესე არაფერი გამოდის გააგზავნა ჯარისკაცებს უთხრა წაიყვანეთ შეაბით კისერზე დიდი ლუდი და ჩააგდეთ ზღვაში. ну ზღვის სანაპიროა ხო ეს. ზღვის სანაპიროა გაიყვანეს ზღვაში და სხვათა შორის ამ ხარიტინას გამოსახულება, ну არის კიდე მოგვიანებით, მაგრამ უძველესი გამოსახულება არის მე-19 საუკუნის და ეხლა გაჩვენებთ აი თვითონ ეხლა გაჩვენებთ როგორია. აი ესე წაიყვანეს და აი ესე ჩააგდეს ზღვაში. აი ეს არის გამოსახულება, მეტი არც აქვს. აი თვითონ ხარიტინა მე ამოვატრიალე, გავადიდე და ამოვატრიალე, ეს არის ხარიტინა. ხო და მოკლედ რო ჩააბეს ეს ქვა კისერზე.
წყალში რომ გადააგდეს, გაიხსნა ეს თოკი, ეს თქვა ჩაიძირა და ხარიტინა ესე იგი წყალზე გაიარა ფეხით და დაბრუნდა ზღვაში ხო შევიდნენ, იქ ჩააგდეს და რომ გათავისუფლდა წყალში ხარიტინა, ადგა და ფეხით გამოიარა მოკლედ აი ამ ზღვაზე და გამოვიდა ნაპირზე. და მივიდა ისევ ამ საჯულთან და უთხრა, აი იწამე, ეხლა მაინც იწამე ქრისტე, აი ქრისტეს ძალა ეს არის. ნუ ამას ძალიან შეეშინდა ამ საჯულს. ძალიან შეეშინდა და ცოტა ხანი გონება დაკარგა, ესე გაითიშა, ნუ რაღაცა და გაშტერდა მოკლედ რომ გამოვიდა მდგომარეობიდან. ესე იგი თქვა რომ ეს ხარიტინა არის ჯადოქარი. ეს არის მოგვიდა გააშიშულეთ და ბორბალზე მიაბეს რომ ბორბალზე ეწამებინათ. ბორბალზე წამება იცით ეს რას ნიშნავს წმინდა გიორგის ეს ცნობილი სცენა არის ბორბალზე წამების, ნუ ბორბალზე ამაგრებენ, ატრიალებენ და ქვით გალესილი ნუ מחვილები და დანები რაღაც ესე რომ დაისეროს ესეული და ხარიტინას კიდე პატივისცეს ესე რომ თქვა და სანთლები დაუნთეს ქვემოდან ცეცხლი დაუნთეს რომ თან დამწვარიყო. მაგრამ როდესაც ეს მივიდა ეს ჯალათი რომელსაც უნდა დაეტრიალებინა ეს ბორბალი დაბლა დაემართა ხელებზე, ხელები გაუშიშდა და ვერაფრით ესე იგი ვერ გააკეთა. ნუ ეს ისევ საშინაურის ხანებაში ჩავარდა ეს საჯული, ეს მოსამართლე და დააგლიჯეს ხარიტინას ფრჩხილები და კბილები. და მოკლედ ესეც დაითვინა ღვთის გულისათვის და ბოლოს რო ვერაფერი ვერ დააკლო ესეთი რამ ბრძანა ესეთი საჯულმა ესეთი ბრძანება გასცა რომ მოიყვანათ ბილწი კაცები რომ ესე იგი ხარიტინა შეურაცხყოფა მიეყენებინათ რომ შეებილწათ მისი სხეული რა. ხო და ეს თემა დღეს გვექნება ჩვენ კიდევ შემდეგ მოგვიანებით ძალიან საინტერესო რაღაც უნდა მოგიყვეთ იმასა რომ მინდა ვთქვა და მოკლედ ესენი რომ მოვიდნენ ხარიტინამ ილუცა და უფალს თხოვა რომ შებილწული არ მინდაო რომ შენ წინაშე ნუ არ შემბილწონო მოკლედ ესე და აი ამ საუბრისას ესე იგი მიაბარა ესეთი სიტყვები თქვა ხელთა შენთა შევედრებ სულსა ჩემსა და გარდაიცვალა და ამაზე ნუ საშინლად გამხეცდა ეს რომ ესეც ვერ მოახერხა მოსამართლემ და მოიტანეს რაღაცა ტომარა რომელშიც ჩააგდეს მისი სხეული და დააყარეს ქვიშა და მოუკრეს თავი რომ ეს ტომარა მაინც ჩაძირულიყო წყალში და ესეთი სიტყვები არის ნათქვამი რომ ამ საჯულს უნდა და იმისი სხეული გარდაცვლილი სხეული წყალში ჩაეძირა რომელიც ცოცხალი წყალზე ფეხით დადიოდაო რა რაღაც ესე და მოკლედ სამი დღის მერე გამორიყა ზღვამ ეს სხეული კლაუდიუსი მივიდა და კლაუდიუსმა წამოიღო ეს სხეული და დაასაფლავა და მართლაც აი ეს სიტყვები ხარიტინასი აუხთა თან ტიროდა და თან უხაროდა. მოკლედ აი ესეთი იყო ამ ხარიტინას ამბები კიდევ ერთხელ გაჩვენებთ გადიდებულს აი ეს და გვაქვს ჩვენ ხარიტინას მინდა ნაწილი ნაცეცები გვაქვს აი ესეთ ჩანს ალბათ ხო აი ეს შეგვიწიოს წმინდა ხარიტინას მადლი და მე გადავდივარ შემდეგ წმინდაზე უпроსტორეთ წმინდანთა ჯგუფზე ეს არის მოწამეები ესენი არიან მოწამეები პლაციდიუსი ევტიხიუსი ვიქტორინუსი ფლავია დონატუსი ფირმატუსი და ფაუსტუსი
მესინა არის ქალაქ სიცილიაში და იქ აწამეს 551 წელს დღეს არის მათი ხსენება და ესე იგი არსებობს ესეთი გადმოცემა მე-14 საუკუნეში ეს ძალიან ისე ბულუსით მოცული ამბებია ზუსტად არ ვიცით ეს ყველაფერი როგორ იყო აი გადმოცემა ვიცით ესეთი რომელიც დოკუმენტურად არ დასტურდება რომ პლაციდიუსი იყო ბენედიქტენურსიელის მოწაფე ხო გეუბნებით ნუ აი ესე ზუსტად არ არის ცნობილი ნუ სუბიაკოს მონასტრიდან იყო და იყო მისი მოწაფე და გადაყავდა ეს ძმები ევტიქიუსი ვიქტორინუსი და ფლავია იყო მისი და ასევე კიდევ ესე იგი მოკლედ ეს პლაციდიუსი და 30-მდე ზოგან 32 ესე წერია ეს ბერები გააგზავნა ბენედიქტენ ურსიელმა მონასტერი რომ ჩამოეყალიბებინათ დაეარსებინათ სიცილიაზე სიცილიის კუნძულზე და იქ არის სწორედ ეს ქალაქი მესინა აი ამ ქალაქ მესინაში ესე იგი მათ ჩამოაყალიბეს თუ შექმნეს ეს მონასტერი იონე ნათლისმცემლის და ესე იგი ნუ დაიწყეს მონასტრული ცხოვრება და რაღაც დროის შემდეგ მათ დაესხენ თავს აი ესე ზუსტად არ არის ცნობილი ვანდალები თუ არაბი მეკობრეები მანუხი იყო ამ ბანდის თუ რა ვიცი რა ქვიათ მეკობრეების მეთაური და 7 დღე აწამებდნენ ამ ბერებს რომ ქრისტე შეიძლება სწორედ მუსლიმები იყვნენ არ ვიცი მოკლედ რომ ქრისტე რო უარეყოთ და 7 დღე მოკლედ ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს და ამის შემდეგ მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს და გაანადგურეს საერთოდ დახოცეს ესენი ყველანი და ესე იგი კიდევ ხო ეს ფლავიას სტუმრად იყო ამათან ჩასული ეს ფლავიას მოყვა ამაში ეს სახელები ხო ჩამოგითვალეთ და გარდა ამისა კიდე ის ბერები რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობდნენ ესე რომ ვთქვათ ეს მოხდა 551 წელს და შემდეგ ამის მერე გაგრძელდა კიდე ამ მონასტერში ესენი რომ წავიდნენ ცხოვრება, მაგრამ კიდე ორჯერ დაარბიეს 679 წელს და 899 წელს და მათი აი ამ ვინც ჩამოგითვალეთ კიდევ ერთხელ გეტყვით პლაციდიუსი, ევტიქიუსი, ვიქტორინუსი, ფლავია, დონატუსი, ფირმატუსი, ფაუსტუსი და სხვანი. ამათი წმინდა ნაწილები მოგვიანებით აღმოაჩინეს, ეს იყო 1276 წელი. მაგრამ შემდეგ მიავიწყდათ რაღაცნაირად მოკლედ და 1559 წელს აღმოაჩინეს ესენი. შემდეგ დღეს არის დასაფლავად მათი წმინდა ნაწილები ინახება ესე იგი იონე ნათლისმცემლის ტაძარი რომელიც ამ მონასტრის ადგილას არის აშენებული ეს არის მესინა აი ეს იონე ნათლისმცემლის ტაძარი და კიდევ ესე იგი ეს არის ტაძარი წმინდა ნიკოლოზის აი ეს ტაძარი ისე მესინაში ესეც და ამ ტაძარში არის ერთადერთი გამოსახულება სადაც ამათი წამება არის გამოხატული ოღონდ ეს ნახატია და კარგად არც იკითხება მაგრამ ნუ უბრალოდ სხვა არაფერი გაგვაჩნია წმინდა ნაწილები ამათი ეხლა დაგათვალიერებინებთ ესე იგი აი ეს არის ნამცეცები ყრია აქა ყველასი ერთად პლაციდიუსის და ყველასი ერთად აი მტვერივით არის შემდეგ ეს არის ევტიქიუსი აი პლაციდიუსის ძმა აი ხედავთ ხო ნატეხია პატარა შემდეგ ეს არის წმინდა ფლავია ამათი და აი ესეთი წმინდა ნაწილები გვაქვს და ბოლოს ერთ-ერთი მათგანი იყო ფაუსტუსი აი ესეთი შედარებით დიდი ფრაგმენტები გვაქვს აი ფაუსტუსის ნუ ეს არის ძირითადად მათ შესახებ ეხლა მოგიყვებით კიდე სხვა წმინდანებს
შემდეგი ვიზაც უნდა გესაუბროთ ეს არის ასევე არაფერი ვიცით ძალიან ცოტა ეს არის წმინდა კრისცენტიუსი რომაელი 5 ოქტომბერი და 6 ოქტომბერი ესე არის მისი ხსენება ესეც გავუკეთე ტრირში ქალაქ ტრირში დღეს ესე ქვია ტრირი გერმანიაში და იქ არის წმინდა პაულინის ტაძარი პაულინზე აღარ მოგიყვებით ესეც მართლმადებელი წმინდანია და აი პაულინის ტაძარში 1072 წელს აღმოაჩინეს სამარხი და აღმოაჩინეს ტყუის ფირფიტა და ესე ეწერა რომ აი ამ სამარხში არის განისვენებენ წმინდა პალმაციუსი, კრესცენტიუსი, იუსტინე, ლეანდრე, ალექსანდრე, სოტერი, გერმის და კონსტანციუს პაპირიუსი, ლეანდრე, მაქსენციუსი და კიდევ მეორე კრესცენტიუსი, კონსტანცი, იუსტინე და მათი თანამოსაგრენი და არის კიდე ესეთი გადმოცემა რომ ესენი თებეს ლეგიონერები იყვნენ. არსებობს ეგეთი აზრი, თუმცა როგორც მოგახსენეთ ეს ძალიან ეს ფირფიტის მიმართაც არ არის ნდობა რაღაც მეცნიერება რომ შეისწავლეს რაღაცა მოკლედ შეიტანეს ეჭვი ამაში. აი ეს არის წმინდა პაულინის ტაძარი ტრირში, აი ეს გავადიდოთ, აი ესეთია. და აი ეს არის აი სამარხი, სადაც ესენი ამათი საფლოები, სადაც ესენი დღეს განისვენებენ. აი მეტი არაფერი ვიცით ამათ შესახებ. მეტი არაფერი ვიცით და მე უნდა გადავიდე ახლა შემდეგ წმინდანზე. ასევე ძალიან არაფერი არ არის საერთოდ ცნობილი, მარტო სიაში არის მოხსენებული, ეს არის წმინდა რეალი ქვია სახელად, წმინდა მოწამე რეალი, მაძარა. ეს არის მაძარა ისევ სიცილიაზეა, ეს კუნძულზე მაძარა დელ ვალო, ესე ქვია. ეპარქიაც არის ესეთი ქალაქი და ეპარქია და ესე იგი ეს არის ეს მაძარაზე უფრო მეტი შემიძლია გითხრათ ვიდრე ამ წმინდანზე. მაძარა არის ძალიან ახლოს აფრიკასთან ეს სანაპირო 200 კილომეტრამდეა და ტუნისამდე და არის განსაკუთრებული რელიეფი ამ მაძარაში, ანუ ძალიან ღრმა ფსკერია. ანუ ერთ-ერთი ცნობილი პორტია და დღეს 400-მდე დიდი, ესე ქვიათ, ტრაულერი, ვეპერთელა გემი, რომელზეც 4000 მეთევზე არის ხოლმე ამ გემებზე და აი 400 ესეთი გემის სადგომია აქა, ანუ ერთ-ერთი ცენტრალური პორტი არის, ესე იგი, აი ამ ხმელთაშუა ზღვაში თევზაჭერი გემებისთვის. და ესეთი რამე წერია ერთადერთი რომ ამ მაძარას წმინდა უკაცრავად მაძარა კი არა რეალის წმინდა მოწამე რეალის წმინდა ნაწილები ტაძარში მაძარის ტაძარში ინახება ოქრულ სანაწილეში სამი ძვირფასი ქვით და ეპისკოპოსის ბეჭდით, რომელიც არის 1695 წლებში დამოწმებული და აი მაძარა ესე იგი რეალის მინა ნაწილებს გაჩვენებთ ახლა მაძარიდან აი შედარებით დიდი ფრაგმენტი გვაქვს ესეც აი ეს და გადავდივარ ძალიან ნიშნულოვან ამბავზე, რომელმაც ფაქტიურად შეიძლება, არა, ჯერ ის მოგიყვეთ, ჯერ უნდა მოგიყვეთ, წმინდა დამიანეს შესახებ, წმინდა აქაც არაფერი არ ვიცი, ეს არის კიევის ქალთაშინა, ახლო მღვიმეებში დავანებული და ფაქტიურად მოკლედ არის ძალიან მის შესახებ, რომ პური და წყალი ძირითადად ამით იკვებებოდა, ძირითადად სულ მღვიძარებაში იყო და ამის გამო მას მიენიჭა სასწაულთქმედების უნარი კურნავდა თავისი ლოცვით და ზეთის ცხებით კურნავდა ავადმყოფებს და იგი ბაძავდა ეს ცხოვრობდა 1072 წელს გარდაიცვალა და იგი ბაძავდა
იმ კვირების ქვაბთა მონასტრის დამაარსებელ თეოდოსის მორჩილებაში, თავმდაბლობაში და მის ღვაწლში. აი ეს არის მარტო მის შესახებ ცნობილი და ღამე არ ძინავდა და ძირითადად წმინდა საღვთო წიგნების კითხვით იყო დაკავებული და სიკვდილის წინ გამოეცხადა ანგელოზი აი ღირსი მამა თეოდოსის სახით და უთხრა რომ მალე იგი იქნება ცალთა სასუფეველში და აი არის შემორჩენილი ესეთი მინიატურა მე-15 საუკუნის აი მისი ენდამიანე მკურნალის დაკრძალვა. აი ესე ქვია, რაც შეეხება წმინდა ნაწილს, ჩვენ გვაქვს კიევის ყოფთა ღვინაში დავანებულთა წმინდა ნაწილები და აი აქ არის, ეხლა სანთელს მივიტან, აი აქ არის ალბათ ჩანს ხო? აი აქ არის ესე იგი მისი წმინდა ნაწილები. და აი გადავდივარ ეხლა ძალიან მნიშვნელოვან ამბავზე. თემაა, იცით, გარდა იმისა, რომ ეს მოწამეობრივი საოცარი აღსასრულია. გარდა ამისა, ეს არის თემა ოღონდ. ოღონდ აქ არის ერთი მომენტი, რომ ამისი ხსენება, ეს არის ჩვენ გვაქვს წმინდა ვერონიკა, იგივე ვირინიას წმინდა ნაწილები, ანტიოქიელი, ედესელი ხა ამას მოგახსენებთ ყველაფერს და საერთოდ ეს ვინ არიან ეს წმინდანები, წმინდა დომნინა, ვერონიკა და პრასკუდია, პრასდოკა, ესე ქვია, ვირინია, ვერონიკა, ორი სახელი აქვს. ეს ვერონიკა ეთქვა მოფერებითი სახელია, ჩვენ წმინდა ვერონიკას წმინდა ნაწილი გვაქვს. ესე იგი, ეს წმინდანები მოწამეობრივად აღესრულნენ ასევე დიოკლეტიანეს მართვის პერიოდში, დიოკლეტიანეს დროს. და ძალიან დიდი კვალი დატოვეს, ახლა ეს დედა და ორი შვილი, დომნინა და ეს ვერონიკა და პრასკუდია, პროსდოკა. ესე იგი, მათ შესახებ ჩვენ ვიცით წმინდა მამებისგან, იონოქროპირს აქვს, არაჩვეულ ხომ სიტყვა ქება, შესხმა, ესე რომ ვთქვათ, შესხმა ამ წმინდანების და რაღაც ნაწილობრივ უნდა წავიკითხოთ ეს მე ბოლოში. ჯერ უნდა მოგიყვეთ ამბავი. და ესე იგი ევსევი კესარიელის მოთხრობა ვიცით მათ შესახებ და ევსევი ემესელი ესეთი წმინდა მამა იყო მწერალი საეკლესიო და ასევე ნეტარი ავგუსტინე წერს ამ წმინდანების შესახებ. მოკლედ ახლა მოგიყვებით ისტორიას რა მოხდა და ხო გეუბნებით აი ძალიან დიდი კვალი დატოვა ამ ამბავმა საერთოდ ქრისტიანულ ცნობიერებაზე და დღემდე არის რაღაც საკამათო კი არა, აი გადაუწყვეტელი პრობლემა, აი როგორ უნდა მოიქცეს ესე დროს ადამიანი. მოკლედ ახლა რა მოხდა? ესე იგი, ესენი ცხოვრობდნენ ანტიოქიაში, ეს იყო ძალიან წარჩინებული ოჯახი, დომნინა. ქმრის სახელი არ არის ცნობილი, ეს ქმარი იყო ძალიან ცნობილი პიროვნება, ოღონდ იყო წარმართი ეს ადამიანი. იყო წარმართი და სასახლე ჰქონდათ ამ ანტიოქიაში რაღაცა ესე ცხოვრობდნენ და დაიწყო დევნა და ეს დომნინა და მისი ორი ქალიშვილი იქ არ წერია რომ არასრულწლოვანები იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი ახალგაზრდა ქალები რა, მოკლედ ქალწულები და მოკლედ დაიწყო დევნა გამოცხადდა ამ დიოკლეტიანეს დევნა და ამათმა იგრძნეს პირდაპირ აი ამ საშინელი განსასწრების მოახლოვება, მით უმეტეს რომ ქმარი, ანუ მამა, ამათი ოჯახის მამა წარმართი იყო და ამათმა იგრძნეს რომ აუცილებლად დადგებოდა ეს დრო, როდესაც ამათ მოთხოვდნენ აღიარებას და აი ამას განერიდნენ. ამაზე კიდე ცალკე
იყო ესე იგი საუბარი და კამათი რომ რატო ქრისტიანები ხო პირიქით სიკვდილი უნდათ და მოკლედ აი ყველაფერს მოგიყვებით ახლა ამის იონე კრუპის აქ რაღაც არაჩვეულებრივი ანალიზი მთელი ამბავის მოკლედ ესენი წავიდნენ და ჩავიდნენ ედესაში ედესას დღეს ქვია ურფა თურქეთის ქალაქია დღეს ურფა რომელიც არის ისტორიული ედესა და მოკლედ ჩავიდნენ ამ ედესაში ესე მიატოვეს ყველაფერი და ჩავიდნენ ედესაში და იქ შეიფარენ მოკლედ ამ ედესაში კი იყო ჩვეულებრივი წარმართული ქალაქი უხეში მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რაღაცნაირად აქ ეს თავშესაფარი არსებობდა რა მოკლედ რაღაცნაირად და ну ეს ხა ამაზე კიდე მოგიყვებით უკვე როდესაც იონე კრუპილის გადაგებაზე გადავალთ მაგრამ ну ეს мама გამოეკიდა და აქ ერთი ძალიან საინტერესო ის არის რომ ესენი კი რელიგიური მოსაზრებით წამოვიდნენ იქიდან რაღაც აი დეტალებს მნიშვნელობა აქვს ესენი კი ამ დევნას განერიდნენ მაგრამ мама ну გადაირია ხა ცოლი და შვილები სადღაც წავიდნენ და გამოეკიდა ამათ არც სად არიან და ჩავიდა ედესაში გაიკითხა და მოკლედ მიმართა მოქმედ ხელისუფლებას იმიტომ რომ ძალიან წარჩინებული პიროვნებაა და მოკლედ რომ მომაძებნინეთ ჩემი ცოლშვილი და მოაძებნინეს იპოვეს დააპატიმრეს ესენი და წამოვიდა ხა უნდა რომ წამოიყვანოს ისევ ანტიოქიაში და აი ეს ამბები რასაც ახლა გიყვებით მოხდა იეროპოლისში ეს არის დღევანდელ დენიზლისთან ახლოს არის იეროპოლისი ну იქ ცნობილი წყლებია სამკურნალო პამუკალე ესე ქვია იმ ადგილს ну მე ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია მიქაელ თავარანგელოზის სასწაულის საუბრისას როდესაც და ასევე იქ არის ფილიპე მოციქულის საფლავი ამ იეროპოლისში მოკლედ იეროპოლისში რომ მივიდნენ ესენი აქ მოხდა ესეთი ამბავი ეს ჯარისკაცი мама მოყვებოდა ამასთან мама მოყავდა სახში ესენი და ნუ მიხვდა უკვე რაში იყო საქმე ეს ჯარისკაცებიც მაინდა-მაინც რო გითხრათ მაღალი ზნეობით არ გამოირჩეოდნენ და მიუხედავად იმისა რომ мама იქ იყო მოკლედ უზნეო ხალხი იყო რა უზნეო ხალხი იყო და ესენი სადილობდნენ შემდეგ დათვრენ და მამამ გაიგო ესე იგი მოკრა ყური რომ ესენი აპირებდნენ ამათ ამ ქალების გაუპატიურებას ყველას და ნუ წარმოიდგინეთ ეს мама ეხა ვერაფერს ვერ შვება იმიტომ რომ ნუ ესენი შეერაღებული ჯარისკაცები არიან უკვე გაშორებულები არიან არც გაშორებული რას ნიშნავს რომ არც ედესაში არიან არც იქ მისულან ჯერ ხელისუფლება მოკლედ ამათ ხელშია რა ყველაფერი და ეს ამათ რომ შეიწყვეს ამ დოვნინამ და ამ ქალიშვილებმა მოკლედ რა გააკეთა ამ დოვნინამ ესე იგი იცით ამ თავის ქალიშვილებს უთხრა რომ ესე იგი წავიდეთ და დინარეში მოკლედ შეუთხრა რომ შევიდეთ დინარეში და ჩვენი თავი შევწიროთ უფალს რომ ესე იგი ჩვენ შეუბილწავები შევეგებოთ ქრისტეს და ესენი დაეთანხმნენ ეს გოგოები ესე იგი ეს ვერონიკა და პრაზდოკა ვერონიკა და პრაზდოკა დაეთანხმნენ და მოკლედ ამან ხელები ჩასჭირდა ამ გოგონებს და შეიყვანა ამ დინარეში და შევიდნენ სიღრმეში ღამე იყო და მოკლედ ესე იგი დაიხჩვენა ამ დინარეში მდინარე ესენი მდინარის ტალღებმა ესენი წაიღო დიდი მდინარე იყო ეხა აღარ არის დიდი მდინარე ესეთი მაგრამ როგორც ჩანს მაშინ იყო ხო და ეს მამაში შეუწყო ხელი ეს ჯარისკაცები რაღაც შეიტყვა თუ რაღაცა იმიტომ რომ მიხვდა რომ აი უბრალოდ გარდაუვალი იქნებოდა ესე იგი ნუ რაღაცა ესეც უნდა შეგტომოდა და მოკლედ ესეთი უცნაური ამბავი მოხდა რა мама დაეხმარა დედამ შვილები შეიყვანა და ესენი დაიხჩენ მოკლედ ამაზე იყო ძალიან დიდი მსჯელობა შემდეგ ეკლესიაში რომ რამდენად ეს არის დასაშვები რომ აი ამ მიზნით რომ გადაირჩინო თავი აი ამ შებილწვისგან
რამდენად არის დასაშვები ეს თვითმკვლელობაა ხო ფაქტიურად საკუთარი ნებით სიცოცხლეზე უარის თქმა. ამას დაემატა კიდევ ერთი რამ, რომ აი ესე იგი ეს გუშინ იყო ამათი ხსენება, ანუ პარასკევს 4 ოქტომბერს. პარასკევს 4 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს არის წმინდა პელაგიას ხსენება. ჩვენ რამდენიმე წმინდა პელაგია გვყავს და ეს არის ერთ-ერთი მათგანი. წმინდა პელაგიაზე ორი სხვადასხვა პელაგიაზე გვისაუბრია და ეს არის კიდე სხვა მესამე. 8 ოქტომბერს არის მისი ხსენება და სხვათა შორის ამ პელაგიას გამოსახულებაც კი არსებობს. მოკლედ რაღაცა მსგავსი სიტუაცია იყო და სთხოვა ჯარისკაცებს, რომ ერთი ცოტა ხნითოდ ნება მომეცითო, რომ ვილოცო და სახლში შებრუნდა თავის სახლში იქ შეიპყრეს და გადმოხტა სახლიდან და დაინტრა სასიკვდილოდ, გარდაიცვალა ასეთნაირად, რომ არ შებილწულიყო. ხო და ესეთი გადმოცემაც კი არის, სხვათა შორის ნეტარი ავგუსტინე წერს, რომ ეს ამათი დაიყო მესამე და რომ ესე იგი ერთი ისტორიაა. თუმცა ყველა ამას სხვა მამები არ ადასტურებენ, არავინ არ ახსენებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მაშინ მოხდა ეს ამბავი, ზუსტად იმ დროს დიოკლეტიანეს დევნის პერიოდია და მოკლედ აი ეს თან რო განმეორდა ეს ამბავი, აი მან მოახდინა ძალიან დიდი შტაბეშტილება აი ამ წმინდა მამებზე პირველ რიგში და ნეტარმა ავგუსტინემ ესეთი რამე თქვა, არ ვიცი ხა ეს ალბათ ხო გეუბნებით ეს ყველაფერი გამოცხადებით ხდება საერთოდ ამის დაწერაც, ამის მოქმედებას და ნეტარმა ავგუსტინემ თქვა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ღმერთის პირდაპირი მითითება არის, რომ ესე გააკეთე. იმიტომ რომ იცით რა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია, სარწმუნო არგუმენტია, იმიტომ რომ მოწამეობა საერთოდ ღმერთის უშუალო ჩარევის გარეშე არ არსებობს, ვერ იზამს ადამიანი ამას. აი ადამიანმა რომ გადაწყვიტოს ეხლა რომ მე მოწამე ვიქნები და მივიდეს და ანუ ჯერ ხსად მომიხვიდე ხა ჩვენ დროში, ხომ არა არსებობს ადგილები, სადაც ქრისტიანობის გულისთვის კლავენ. აი სინჯეთ და წადით და თქვათ აი რა მოხდება ნახავთ, რომ ნაბიჯს ვერ გადადგავს ადამიანი. ნუ მე ესე ვფიქრობ და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის არის წმინდანების ცხოვრებაში, რომ გამოეცხადება ჯერ უფალი და ეტყვის, რომ მე შენცენა ვარ და შემდეგ უფლის კარნახით აკეთებს ადამიანი ამას, დგამს ამ ნაბიჯს და შემდეგ უფალიც ეხმარება, ეხლა როგორც წმინდა ხარიტინას შესახებ მოგიყევით, ეხმარება უფალი და ბოლოს თუ საქმეზე მიდგა, სთხოვს, რომ წაიყვანე ჩემი სული და აი აქ ეს უშუალოდ ღვთის მონაწილეობით ხდება. აქ როგორ იყო ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ ღმერთმა უთხრა, რომ ესე მოქცეულიყვნენ. საერთოდ ეს თემა, რომ აი თუ ქრისტიანს აი ღვთის გულისათვის ელოდება ეს შებილწვა, როგორც ახლა ხარიტინას შემთხვევაში აპირებდნენ ამის გაკეთებას და აქაც იგივე სიტუაცია იყო. რომ აქვს თუ არა უფლება ადამიანს, რომ აი ამ მოსაზრებით, რომ ეს უბიწოდ წარს დგეს ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ის ხეცები, ვინც ამის გაკეთებას აპირებენ, შეიძლება მოკლავენ კიდევაც ადამიანს, თუ არ მოკლავენ ყოველ შემთხვევაში რაღაც შეურაცხყოფილი რჩება რა ადამიანი და აქვს თუ არა ადამიანს აი ეს მორალური უფლება თუ აი ეს ღვთის როგორ არის დაშვებულია თუ არა მოკლედ ეკლესიური თვალსაზრისით და ეხა მოგახსენებთ. ეს ამბავი ძალიან აქტუალურია სხვათა შორის და მე მინდა ერთი საოცარი ამბავი მოგიყვეთ. მე თვითონ ვიყავი ამის მონაწილე. ესე იგი მე ხა სახელებს არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამბავს კი მოგიყვებით. ეს იყო სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც არ ვიცი, მეც იქ ვიყავი ამ დროს, ესე იგი საეპისკოპოსო რეზიდენციაში, სოხუმის საკათედრო ტაძრის საეპისკოპოსო რეზიდენციაზე მაქვს ლაპარაკი და ნუ იქ მსახურება მიმდინარეობდა და ნუ უკვე გასაგები იყო რა, რომ ესე იგი მალე მოხდებოდა ამ
ესე იგი უცხო ჯარისკაცების არც ვიცი ხა რა გითხრათ ეს ძალკე თემა ვის ვეომებოდით მაშინ და ვინ იყვნენ ესენი დაქირავებული მეომრები რომლებიც შემოიჭრებოდნენ და ძალიან დიდი ალბათობა იყო რომ იქ მონაზვნები იყვნენ იმ დროს და ძალიან დიდი ალბათობა იყო რომ ესენი სრულებით უკონტროლო იქნებოდა მათი ქცევა ხოცავდნენ ადამიანებს ეს ვიცოდით ხოცავდნენ და სავარაუდოდ აი მონაზვნებს რომ ნახავდნენ ახალგაზრდა ქალებს ალბათ იყო იქნებოდა იმისი საფრთხე რომ მოინდომებდნენ მათ შეურაცხყოფას და რა გააკეთეს იცით ამ დედებმა მე მაშინ აი რაღაცა ძალიან ესე არ ვიცოდი აი ისიც არ ვიცოდი ეს აი გაოგნებული უყურებდი ამ ამბავს ესენი ავიდნენ ტაძარში ზემოთ მონახეს ასასვლელი სად არის ტაძრის სახურავზე და გახსნეს ეს კარი დაკეტილი იყო და მოკლედ ესე იგი თუ ესენი შემოიჭრებოდნენ და თუ ესენი დაუპირებდნენ ამათ შეურაცხყოფას ამათ უკვე გამზადებული ჰქონდათ როგორ უნდა აერბინათ ამ კიბეებზე როგორ უნდა ასულიყვნენ და როგორ უნდა გადმოხტარიყვნენ იქიდან ეს გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული ხო და არ ვიცი აი ვერაფერს გეტყვით ეს ალბათ ამ ამბის განზოგადება ძალიან ძნელია ალბათ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული და აი კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ნეტარი აუგუსტინე ამბობს რომ ამის გაკეთება მხოლოდ მაშინ შეიძლება როდესაც უშუალოდ არის ღვთის გამოცხადება და ღმერთი გეუბნება რომ ესე გააკეთე ეხლა ვის როგორი გამოცხადება ქონდა ამას ვერავინ ვერ გაიგებს ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა მოკლედ ესე იგი ესენი შევიდნენ ესე დაიღუპნენ და აი ეს ევსევი ემესელი როგორც მოგახსენეთ ესე იგი მის მონათხრობში დომნინა საუბრობს დედა ეუნება თავის შვილებს და უსაბუთებს ამ გადაწყვეტილების სისწორეს მოკლედ რა და მოკლედ აი ეს უნდა გაჩვენოთ ეხლა ეს არის წმინდა პელაგიას მოწამეობრივი აღსასრული აი ეს არის მისი სახლი და აი მსახურავიდან გადახდა და ეხლა მე გადავდივარ ნუ ამათი წმინდა ნაწილები მე ანტიოქიაში გადაასვენეს და ეხლა მე გადავდივარ იოანე ოქროპირის შესხმა წმინდათა მოწამეთა ვერონიკა პროსდოკა და მათი დედა დომნინა და ესე იგი ძალიან დიდხანს შესავალში იოანე ოქროპირი ლაპარაკობს რასიცით რომ როგორი საშიშია სიკვდილი როგორი შიშია ადამიანს სიკვდილის და ამის მაგალითებად მოყავს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები აბრაამი ილია წინასწარმეტყველი და სხვები კიდევ რამდენიმე და პირდაპირ დასაბუთებული აქვს როგორ ეშინოდათ ამათ სიკვდილის და მართლაც სიკვდილის შიშით მათ ძალიან უცნაური ამ ვინც ჩამოგითვალეთ და სხვებსაც უცნაური მოქმედება აქვს ეს გაკეთებული მაგალითად ილია 40 დღე უდაბნოში გარბოდა სიკვდილის შიშით და ასე შემდეგ და იოანე ოქროპირი ამბობს რომ ერთადერთი რამაც სიკვდილის შიში შეცვალა აი ნახეთ ისინი გარბოდნენ და ესენი კიდე პირიქით სიკვდილს მიელტოდნენ პირიქით სიკვდილის შიში შეცვალა სიკვდილის სიხარულმა სიკვდილის მოლოდინმა და ეს მოწამეობის სურვილმა და ეს მოხდა ქრისტეს ჯვარცმით ეს კადნიერება სიკვდილისადმი და მოწამეობის სურვილის კადნიერება არის შედეგი ქრისტეს ჯვარცმისა ქრისტეს ჯვარზე სიკვდილისა რომელმაც სიკვდილისადმი შიში განაქარვა სიკვდილით დათრგუნა როგორც ვამბობთ ნუ მოკლედ ესე იგი როგორც ახლა თავიდან ვიწყებ მე ამბავს ოღონდ იოანე ოქროპირის მინდა რომ მასთან ერთად მოვისმინოთ ეს მონათხრობი და აი ამ ისტორიაში რაც მოგიყევით რას ხედავს იოანე ოქროპირი მინდა გითხრათ წინასწარ ეს არის გასაოცარი ანალიზი ამ ამბის და რა თქმა უნდა იოანე ოქროპირი რა თქმა უნდა გამოცხადებით აკეთებს ამას ყველაფერს და იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო
ესე იგი, ესენი ტოვებენ ანტიოქიას ივანე ოქროპირის სიტყვებით გიყვებით ეხლა. ტოვებენ ანტიოქიას და მსხვერპლად იღებენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ, იმიტომ რომ წარჩინებული ოჯახია, როგორც მოგახსენეთ, იმისათვის, რომ მათ გადაარჩინონ თავიანთი რწმენა, სარწმუნოებისათვის აკეთებენ. და ამიტომ ღმერთი მათ იფარავს გზაში, იმიტომ რომ ედესაში ჩადიან, იმიტომ რომ ეს არის დევნის პერიოდია, არეულობა ძალიან დიდი იმპერიაში და მამა და ქმარი და მამა მოკლედ ამათი ხდება მათი მდევნელი თან ყველაფერთან ერთად. და შეიპყრო მოკლედ ესენი მამამ და აპირებს რომ ანტიოქიაში დააბრუნოს და იეროპოლისში ხდება ესე იგი ეს იეროპოლისში ხდება ეს ამბავი რასაც ყვებით და ნახეთ უკვე პირველი რასაც ამბობს რომ ესენი გადაეშვნენ მდინარეში და ეს იყო მათი ჭეშმარიტი ნათლობა, მოუნათლავები იყვნენ ესენი და აი მდინარის წყლებში მოინათლნენ. ეს არის დიდი ღვაწლი, დიდი გმირობა განსაკუთრებით დედის დომნინასი და აი ამის შესახებ არის საუბარი, იმიტომ რომ ეს წამების კი არ ეშინოდა დომნინას და იმიტომ კი არ გადაეშვა თავის შვილებთან ერთად წყალში, არამედ შეურაცხყოფის და შებილწვის. და კიდევ აი ამ გოგოების დიდები არიან ხო პატარები როგორ გითხრათ, ახალგაზრდა ქალები არიან სრულიად ესეთი. და ესეთი მორჩილება გამოიჩინეს დედის. აი ესეთი, თუმცა თვითონაც რა თქმა უნდა ფიქრობდნენ, რომ ეს სწორია და რაღაც. მოკლედ, ესე იგი, როდესაც ესენი წამოვიდნენ აი ამ ანტიოქიიდან, უცხო ქვეყანაში, როგორც ესე იგი არის მათთვის უცხო ქვეყანა იყო ედესა, იქ არაფერი სხვა არ გააჩნდათ ამათ ქონება და რაღაც. წავიდნენ უცხო ქვეყანაში და ადარებს ივანე ოქროპირი აქაც აბრაამსაც გამოუცხადა ღმერთმა რომ დატოვე ყველაფერი, ქალდეველთა ურში ცხოვრობდა აბრაამი და წადი სადაც მე გეტყვი. მოკლედ ესენი წამოვიდნენ ანტიოქიიდან, სადაც უფალი ეტყოდათ და აი ესე იგი როგორც კი ქონდათ ეს მინიშნება ღვთისაგან, იმ წუთშივე ყველაფერი დატოვეს და რას ამბობს იცით ივანე ოქროპირი, რომ აი წარმოიდგინეთ რომ ღამეო სახლში გძინავს და გაჩნდა ცეცხლი შენ შვილებთან ერთად და ესე იგი ერთადერთი რაც ცეცხლი ძვინვარებს წაეკიდა უკვე ყველაფერს და ერთადერთი რაც შეიძლება მოასწრო როგორ ცოცხალმა გაასწრო რა ნივთები რა ფეხსაცმელი არაფერი არ გამოგაქ ესე იგი სახლიდან ალბათ ჩაიცვამ რაღაცას მოისხამ რომ გარეთ არ გაიყინო და გამოვარდები რომ ცეცხლს გამოასწრო აი ესე გამოიქცენ ესენი სახლიდან და ეს ცეცხლი მართლაც ესეა თუ ხანძარი გაჩნდა სახლში შეიძლება უცებ გეგონოს რომ პატარა ცეცხლია მაგრამ შეიძლება უცებ ისეთი ალი ავარდეს რომ ვეღარ გამოხვიდე მე ამიტომ არავითარ შემთხვევაში ეს ცნობილი რჩევა არის ყველასთვის შემთხვევით თუ მოხდა რომ სახლში ცეცხლი გაჩნდა არაფერი არ უნდა გამოიტანოს საერთოდ არაფერი უნდა გამოიქცე იქიდან და მაშინ შეიძლება გადარჩე მოკლედ აი ესე გამოიქცენ ესენი ყველაფერი მიატოვეს იმიტომ რომ ღვთისგან ჰქონდათ ეს მინიშნება და არ გაბედოსო ვინმემო ივანე ოქროპირი ამბობს არ გაბედოს ვინმემო რომ ეს ქალები ეს დედა და ორი შვილი სისუსტეში დაადანაშაულოს და შიში რომ ესენი გამოიქცენ საიდანღაც არა პირდაპირი მითითება არის უფლის სახარებაში წერია რაჟამს გდევნიდან თქვენ ამიერ ქალაქით მიუტოდეთ სხვათ მიუხედავად იმისა რომ ეს უფლის გამოცხადებით ხო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიუხედავად ამისა მათ აი ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ აქ ამ ქალაქში უკვე ძალიან სერიოზული დევნა და სახში ყავთ ამათ მდევნელი და ამიტომ ესენი უნდა გაიქცენ და წავიდნენ. ეხლა რა და როგორ იყო, როგორ განვითარდა მოვლენები, ეს არ ვიცით ჩვენ იქ, მაგრამ აი ესე გამოიქცენ და წამოვიდნენ. შემდეგ ესენი გამოიქცენ
სახლიდან და არავის კეთილშობილი ოჯახი, ანუ მიჩვეულები არიან ესენი მსახურები ყავთ, მოკლედ რაღაცა მდიდრულად ცხოვრობენ და ეხა ამ წლას არავინ არ აყავთ გარშემო. და ერთადერთი ეს ღალატი არის, რომ დაასმენენ ამათ აუცილებლად რა, თუ არ დაასმინეს, უკვე ალბათ დაასმინეს კიდევაც. დაასმინეს და ესენი გამოვიდნენ და წარმოიდგინეთ არეულობა ქვეყანაში. ეს რაღაცა შიში მერე კიდე ესენი სხვადასხვა საშიშროება და მტრები ყველა მხრიდან და ეს ქალი, ახალგაზრდა ქალია ეს დომინაც და კიდევ უფრო ახალგაზრდა ორი ქალიშვილი ყავს და ეხა ქუჩაში გამოსულ ამ ქალებს რომ დაინახავენ, აი კარგი რა ელოდება თავად არაფერი, ესე იგი, რა თქმა უნდა, ბევრი გამოჩნდება მსურველი, რომ ესენი შეიპყრას და შებირწოს. ხო? იმიტომ რომ გამკითხავი არ არის არავინ რა და ესეთ რამეს ამბობს იონოქროპირი რომ ღმერთმა ხელი დააფარა ამათო და იმათ დააფარა თვალზე ხელი რომ ვერავინ ვერ დაინახა ესენი როგორც ასეთი მაგალითი მოყავს რომ აი ეს აბრაამის დროს ისევე აბრაამთან არის შედარება როდესაც ამის სტუმარი როდესაც ამბობს რომ მე მივდივარ სოდომში წავიდნენ და ლოთის სახლში გაჩერდნენ ლოთი იყო აბრაამის ძმისშვილი. აი ლოთის ერთადერთი წესიერი ოჯახი იყო, ესე იგი ამ ქალაქ სოდომში და ეს სოდომელები შეიკრიბენ და უთხრეს რომ შენი სტუმრები მოგვეცითო, რომ ჩვენ შეურაცხყოფის მიზნით რა და ამან უთხრა წარმოიდგინეთ როგორი იყო ეს ლოთი რომ ქალიშვილები მყავს ისინი წაიყვანეთო, აი ესეთი სტუმარს როგორ გაგატანთო ესეო და მოკლედ შენო ესე იგი არაფერი არ ეციო და მოკლედ და სახში უნდა შეუცვიდნენ რა, ეხლა ესეთი ძალიც უნდა შეუცვიდნენ და უფალმა დააბრმავა ესეთი სიტყვებია დასცეს ვერ მხედველობაი ცივიდან მათით ვიდრე დიდადმდე. ეს არის დაბადების 19-11 მუხლი და მოკლედ აი ასეთნაირად დაუბნელა თვალი ყველას და ამათმა ესე გაიარეს ეს ქალაქი. ეს არეული ანტიოქია და ესე ჩავიდნენ ედესაში, რომელიც უხეში ქალაქი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე არ ერჩოდნენ ადამიანებს, უხეშობა იქაც იყო, მაგრამ ესე რომ ეხლა ეცე და შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს, ესე არ იყო იმ ქალაქში რა, მოკლედ ჩავიდნენ. და ესეთ რამეს წერს იონოქროპირი, რომ როცა საჭირო იყო გაიქცენ და როდესაც საჭირო იყო შეებდნენ მტერს მთელი არსებით. ანუ როდესაც ეს მამა ჩამოვიდა და დაიწყო ძებნა და ჯარისკაცებმა შეიპყრეს. და შემდეგ ესე იგი ბოლო უკვე არის ეს რომ მივიდნენ იეროპოლისში. იეროპოლისი სიტყვა ნიშნავს წმინდა ქალაქს. იეროპოლის, პოლის ქალაქი ეროს ნიშნავს წმინდას და ესე ამბობს იონოქროპირი რომ მივიდნენ იეროპოლისში რომ იქიდან ჭეშმარიტად წმინდა ქალაქში გადაენაცვლათ, ანუ ზეციურ სასუფეველში. და აი შემდეგნაირად მოკლედ მოხდა ეს ამბავი. ესე იგი, აი ამ მოკლედ გზა, რომ შედის იეროპოლისში, აი გზასთან მოდიოდა მოედინებოდა ეს მდინარე, რომელიც იყო დიდი და ადიდებული უფრო სწორედ. აი ერთია რომ მდინარეა და მეორეა რომ ადიდებული მდინარეა. ადიდებულია და მოკლედ ესენი გაჩერდნენ აქა ჯარისკაცები რომ ესადილათ და რომ დამთვალიყვნენ რა, ესენი ამათი ღრეობა, მოკლედ ღრეობისათვის და როდესაც მოკლედ ეს როგორ ჩანს ეს მამა მოექცა თან და რომ მიხვდა რა ხდება, თავის ცოლს და შვილებს ეხმარება აი ამის გაკეთებაში, რომ ესენი ჯარისკაცებისგან შეუმჩნევლად შევიდნენ მდინარეში. და მართლაც ესე იგი და ამითი შეუმსუბუქა გზა ზეციური სასუფეველისაკენ მამაზე წერს იონოქროპირი. იცით რა, მე მგონი ეს მარტო მისი სიკეთე არ არის, რომ კეთილია და ყველაფერი უნდა კარგი თვალით დაინახოს, როგორც ჩანს, ესეც მინიშნება აქ ასეთი, რომ ეს მამა მოექცა. ხო და მოკლედ ესეთ რამეს ამბობს, რომ დაუკვირდით დე
დედებმა ისმინონ თუ როგორ უნდა აღზარდონ შვილები და შვილებმა ისმინონ თუ როგორ უნდა დაემორჩილონ თავიანთ მშობლებს. და მოკლედ ესენი შედიან მდინარეში, აი მდინარის ტალღებში და წარმოიდგინეთ სურათი აქვს პირდაპირ დახატული, რომ ერთ ხელში ერთი შვილის ხელი უჭირავს, მეორეში მეორეს და ეს სამი ადამიანი შედის და შედის ესე იგი და ესეთი ხაზგასმული აქვს, რომ ეს დაოჯახებული ქალწულებთან ერთად. იმიტომ რომ აი ამ ქალწულთა შორის იყო ქორწინება დედის, ანუ დედა ოჯახია. ანუ რასაც ნახეთ, დედა, ორი ქალიშვილი, ეს დედა დაოჯახებული ორ ქალწულთან ერთად, ეს ორი ქალწული დაოჯახებულ დედასთან ერთად. და მათ შორის კი იყო ქრისტე. და კიდევ ესეთი შედარება აქვს, რომ ხე, რომელსაც მისი ფესვებიდან აქეთ და იქეთ ორი მხრიდან ორი ტოტი აქვს ამოსული და შევიდა ეს დედა როგორც ხე და ეს ტოტები ჩაყო წყალში. და ისინი დაიხრჩენ, მაგრამ კი არ დაიხრჩენ, არამედ მოინათლენ, იმიტომ რომ ნათლობის დროს, როდესაც წყალში დაფლა ხდება, ესე იგი ეს არის სიკვდილი ძველი ცხოვრებისათვის და დაბადება ქრისტეში. აი ესეთი რამ გააკეთეს, ესე იგი ნათლობას ეწოდება სიკვდილი ქრისტეში. და ამას თვითონ უფალე ეუბნება ეს ადგილი აქვს იოანე ოქროპირის მოყვანილი, როდესაც იაკობს და იოანეს ზებედეს ძეებს ეუბნებოდა, რომ ესე იგი ჩვენთან ერთად გვინდაო, მოკლედ ჯვარცმის წინ ეუბნებიან და ეს ეუბნება, რომ სასუმელი სამი ჩემი შესვათ და ნათლის ღება რომელიმე ნათლ ვიღო ნათლი იყო. ანუ ქრისტე თავის სიკვდილს უწოდებს ნათლისღებას. და აი ეს ნათლისღება არის სიკვდილი, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა გაიაროს, უნდა მოგვტე, რომ გაცოცხლდე ქრისტეში. და წყალში დაფლა არის ესე იგი სწორედ აი ნათლობისა წყალში დაფლა სიკვდილის სიმბოლოა. და მოკლედ ესენი მოინათლენ და მონათლავი მათი იყო დედა მონათლა ესენი. ეს ახლა მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ეხაც ბევრ ადამიანს ეუცხოოს, მაგრამ მაშინ ეს ძალიან უცხო აზრი იყო, რომ როგორ შეიძლება ქალმა მონათლოს და დიახ ეს ქალი იყო მღვდელი, ამბობს იოანე ოქროპირი და ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ მე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ასეთი პრაქტიკა, რომ თუ ადამიანი გარდაცვალების პირას არის, მაგალითად თუ არის ეს ჩვილი ბავშვი, რომელიც დაიბადა, რომელიც განწირულია და იქ არის ქრისტიანი ქალი, ვინმე. აი ამ ქრისტიან ქალს თუ იცის როგორ კეთდება ესა, ფორმულა უნდა თქვას და აქ უფლება რომ ესე იგი მონათლოს მომაკვდავი ბავშვი და ჩვენ ეს გაგვიკეთებია, ჩვენს ბრალში ეს მომხდარა. იმიტომ რომ უცხოეთი იყო, იქ სხვა არავინ არ იყო, მღვდლისი ყოფნა წარმოუდგენელი, არ იყო მართლმადიდებელი მღვდელი და ქალმა მონათლა ბავშვი და თუ ბავშვი გადარჩება, ის მეორეჯერ აღარ ინათლება, ითვლება მონათლულად. მოკლედ ეს ამას ქვია სხვათა შორის საყოველთაო მღვდლობა. და მინდა გითხრათ ყველას, აი ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ ყველას, ვინც არის მონათლული დღეს. ანუ ნათლობა შედგება ორი ნაწილისგან, ეს არის ნათლისღება და მირონცხება. აი ვისაც ორივე საიდუმლოება აქვს და ჩვენ ძირითადად დღეს ესე ვასრულებთ, შეიძლება მარტო ნათლისღების საიდუმლო შესრულდეს ადამიანზე, მაგრამ აი ვისაც მირონცხების საიდუმლო შესრულებული, მასზე არის გარდამოსული სულიწმინდა და მას აქვს მღვდელმოქმედების უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში. ეს არის ამას ქვია საყოველთაო მღვდლობა. არსებობს მღვდლობა ხელდასხმით და ესენი არიან რა თქმა უნდა მარტო მამაკაცები,
მაგრამ არსებობს ვლობა საყოველთაო, ყველა მონათლული ქრისტიანი არ იყვდელი, მას შეუძლია ნათლობა შეასრულოს, განსაკუთრებულ შემთხვევაში მას შეუძლია აღსარება მიიღოს, განსაკუთრებულ შემთხვევაში მომოკვდავე ადამიანისგან, მას შეუძლია იქადაგოს და ანუ მოკლედ აი ძირითადად რა თქმა უნდა ზიარებას ეს არ ეხება. ხო და აი რაღაც ესეთი რამდენიმე საიდუმლოს შესრულება მოკლედ შეუძლია და ეს გააკეთა დედამ და ამას ამბობს ივანე ოქროპირი და ოღონდ ამბობს ნახეთ რას რომ ისევ ა ブラ ამთან არის შედარება რომ მას არ ქონდა სამსხვერპლო მაგიდა ანუ ტრაპეზი მას არ ქონდა შეშარო დაეწვა ესე იგი მსხვერპლი მას არ ქონდა ცეცხლი მას არ ქონდა დანა ესე იგი აქ არის ლაპარაკი ა ブラ ამმა რომ ისააკი წაიყვანა შესაწირავად და ივანე ოქროპირი ამბობს რომ ესეც იგივე არის ყველგანა წაიყვანა საკუთარი შვილი მოსაკლავად იმიტომ რომ ღმერთმა უთხრას და ა ブラ ამსაც შეელოა თქვა რომ არ არის ეს ღმერთი ამას ვერ მეტყვის კი მეუნება მაგრამ ეს არ იქნება ღმერთი იმიტომ რომ ღმერთი ამას არ იტყოდა და ნუ რას იზამდი არ დაიჭებოდა ამით უბრალოდ ეს ვერ გახდებოდა ის ვინც გახდა მე ა ブラ ამის ღმერთის მეგობარი ამით მოკლედ აი ესეთნაირად უყურებს ივანე ოქროპირი და მოკლედ ესე იგი ეს მსხვერპლ შეწირვა და ნათლობა ესე იგი პავლე მოციქულის სიტყვებს იყენებს თანახად ქმნად სიკვდილს ამას მისცა ქრისტეს სიკვდილს მიემსგავსა ამითი და აი რომ შევიდა წყალში ესე იგი ივანე ოქროპირის თქმით იგი ამბობდა ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებს აჰა მე და ყრმანი რომელი მომცამე ღმერთმა აი მივიდა და მიიყვანა თავის შვილები ამ სამსხვერპლოზე და შვილებთან ერთად შეეწირა აი შევედრებ სულსა შენსა ჩემსა შენს ხელთ ესე იგი ჩვენ დღეს უკვე ვთქვით ერთხელ ეს სიტყვები წმინდა ხარიტინას ცხოვრებაში ხელთა შენთა შევედრებ სულსა ჩემსა და აი ჩემი შვილები ჩემი მონაგარი და მე თვითონ და ახეთ რას ამბობს ესე იგი დომინას მოწამეობა იყო ორმაგი უბრალოდ სამმაგი ესე იგი თავისთავი ხო შეწირა უფალს და ორი ქალიშვილი შეწირა ოღონდ ორი ქალიშვილი კი არ შეწირა ერთი ქალიშვილი შეწირა და მეორე ქალიშვილი შეწირა ანუ სამჯერ ეწამა და უფრო მეტად იგი ქალიშვილებით ეწამა. იმიტომ რომ საკუთარი ხელით შეიყვანა ორივე ქალიშვილი აი ქრისტესთან. და ეს კიდე ერთხელ იმეორებს დეს ისმინონეს დედებმა და δεისმინონეს შვილებმა. თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი და თუ როგორ უნდა დაემორჩილო დედას. კიდევ ერთი რაღაც საოცარი დეტალია. ჩვენ ამას წინა თქმა უნდა ესეც საუბარი მეკითხალით არ გამიგია მეთქე ესეთი რომ მოსაკლავად თავის მოსაკვეთად მეყავთ რა წმინდანი და ფული აჩუქა ჯალაც რო ხა ესეც ხო შრომობსო რა და ამათმა რა გააკეთეს იცით ესე იგი დინარეში ეხლა უნდა მოკვდნენ და წაიციან რა ისიც მიდიან წარმოიდგინე და ალბათ თან ისინი არიან არისტოკრატი ოჯახია რა რას ნიშნავს რა ნახეთ წარმოიდგინეთ ეხლა დინარეში შედიხარ ხო და თუ აპირებ იქიდან გამოსვლას რა თქმა უნდა გირჩევნია რომ ფეხსაცმელები მშრალი დახვდეს რა
იმიტომ რომ ფეხსაცმელი სველი ფეხსა რო შეხვალ და აგიფუშტება ეს ფეხსაცმელი. და ეხლა ესენი აღარ აპირებენ ხო გამოსვლას და ეხლა იქ ცოტა ქვებზე სიარული და იმ წვეტიან ქვებზე და რაღაცა ამ ნაზი ფეხებით მტკივნეულია და ეხლა მაგრამ რას აკეთებენ ნახეთ ფეხსაცმელი გაიხადეს ამათმა სამივე და ეს ფეხსაცმელები დატოვეს ნაპირზე და ისე შევიდნენ ფეხში შველები. და რატო და ფეხსაცმელებით რო შესულიყვნენ ამ ჯარისკაცებს როდესაც ისინი იტყოდნენ რომ აი რომ სვამდით ესენი თურმე წყალში შევიდნენ და დაიხშნენ შეიძლება არავინ არ დაუჯერებდა და ამათ დაიჯიდნენ რომ თქვენ ალბათ ფული აიღეთ და გაუშვით ესენი. იმიტომ რომ ესენი დიდრები არიან და ძალიან შესაძლებელი იყო რომ ასე მომხდარიყო. და თქვენ ალბათ ფული აიღეთ და გაუშვითო ასე ეტყოდნენ და დაჯიდნენ აუცილებლად. ეს რო არ მომხდარიყო, ეს ამაზეც კი იფიქრეს რა. ფეხსაცმელები დატოვეს ნაპირზე, რომ აი ეს მტკიცებულება, აი ფეხსაცმელები რო წყალში შევიდნენ და დაიხჩნენ. და ესეთნაირად მოკლედ რომ ამათმა თქოს დაამტკიცეს რომ ჯარისკაცები არაფერ შუაში არ არიან რა. იონოკროპერი ამბობს რომ აი ამიტომ უნდა ვეთაყვანოთ ჩვენ. ამიტომ უნდა ვეთაყვანოთ ჩვენ წმინდანებს, მოწამეებს და ამიტომ უნდა ვეთაყვანოთ მათ ძოლებს, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი ძალა. რუსულად სხვა შორის წმინდა ნაწილები არის მოშჩი ნიშნავს ძალას, ძლევამოსილებას, ძალა, სიძლიერეს. და მე მინდა გაჩვენოთ ახლა თქვენ მე მინდა გაჩვენოთ აი ჩვენ გვაქვს ვერონიკას წმინდა ნამცეცები. აი ესეთი ნამცეცებია, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ნამცეციც კი საკმარისია რომ აი ამ ურთიერთობაში შეხვიდე წმინდანებთან. და მეტი როგორც მოგახსენეთ, არაფერი გამოსახულება არ გაგვაჩნია. და ალბათ აი მინიატურის მიხედვით რომელიც გაჩვენეთ უკვე, ალბათ ეს ხატი ესე შეიქმნება, რომ ესე იგი ეს დინარე, როგორ შედიან ეს ხელჩაკიდებულები მდინარეში, ამ აზვირთებულ დინარეში და ესენი კი როგორ ღრეობენ და ალბათ ის მამასაწყალი როგორ დგას და უყურებს ამათ. მამის მხრიდანაც მოწამეობა ეს მე თუ მკითხავთ რა, თუ იონოკროპერი ამბობს რომ ეს მამა მოექცა, სავარაუდოდ თუ მამამ შეუმსუბუქა ამათ გზა აზეციური სასופევლისკენ, მაშინ მამის მხრიდანაც ეს მოწამეობა არა, როგორც დედის მხრიდან. და ბოლოს ვიზეს დღეს უნდა გესაუბროთ, კიდე ერთი წმინდანი, ეს არის წმინდა ადალგიზი ნოარის 32 ეპისკოპოსი, რომლის შესახებაც თვითონ მისი პიროვნული ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ ლომბარდიელი იყო წარმოშობით, ლომბარდიის მხარიდან და იყო ესეთი მოსაზრება არსებობს, რომ დესიდერიუსი იყო მეფე, აი მისი ოჯახიდან იყო, მისი ნათესავი იყო და ეს იყო კანონიკოსი ნიშნავს აი ნოვარაში არის წმინდა სან გაუდენცი ესე ქვია ტაძარს კათედრალი და აი კათედრალის საბჭო მართავდა ტაძარს და აი საბჭოს წევს ერთხელ კანონიკოსი. ეს შეიძლება და საერო პირი ყოფილიყო, შეიძლება სასულიერო პირი ყოფილიყო და მოკლედ აი საბჭოს წევრი იყო ესე იგი ეს და რაღაცა დროის შემდეგ როგორც მოგახსენეთ, სამეფო ოჯახიდან იყო, ძალიან დიდარი ადამიანი იყო და მთელი თავისი სიმდიდრე აი ამ წმინდა სან გაუდენციუს ტაძრის, საკათედრო ტაძარს შესწირა და ესე იგი შემდეგ აი ამ თავისი ესე წერია პირდაპირ სამეფო წარმომავლობის თუ მისი სათნოებების გამოირჩიეს ეპისკოპოსად. ეპისკოპოსად გამორჩევის შემდეგ მან
კიდევ ესე იგი რაც შეეძლო მოიზიდა ეს თანხები და საოცარი ამ სანგაუდენციოში საკურთხევლისთვის საოცარი მოზაიკა გააკეთებინა 40 მღვდელი აკურთხა რომელთაც დაუნიშნა ხელფასები ასევე შემდეგ მიწები შესწირა ამ სანგაუდენციუს ტაძრის აი ამ კოლეგიალ ესე იგი კაპიტულის კოლეგიალი ესე ერქვა ანუ საბჭო აი საბჭოს წევრებს და ესეთი უცნაური რაღაც წერია რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი უყიდა ესე იგი ანუ მთლიანად ესენი მატერიალურად უზრუნველყო შემდეგ მოკლედ და ნუ რო გარდაიცვალა შემდეგ აი ამ ტაძარში ჯერ ქალაქის გარეთ იდგა ეს ტაძარი დაასაფლავეს მე ეს ტაძარი დაინგრა და რაღაცა რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა ეს იყო კარლოს მე-5-ის დროს 1533 წელს და ბოლოს დღეს აი ამ წმინდა ამ კათედრალში სანგაუდენციო ესე ქვია აი აქ არის საკურთხეველსაც კი ქვია მისი სახელი და აი აქ არის გამოსახული აი ეს მოზაიკა წმინდა ეს არის წმინდა ადალგიზი ნოვარის 32 ეპისკოპოსი აი ეს არის წმინდა ადალგიზის წმინდა ნაწილები ოღონდ ადალგიზის ხსენება არის 7 ოქტომბერს ანუ ესე იგი ეს არის 5 ოქტომბერი 6 ოქტომბერი კვირა და ორშაბათს და ნოვარაში კი დღეს არის 5 ოქტომბერს მისი ხსენება. შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი, მე კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით დღეს ვიზე ვისაუბრეთ. ეს იყო წმინდა ხარიტინა ამისიელი, ამისია იგივე სამსუნგი, წმინდა მოწამეები, მესინელი მოწამეები, პლაკიდა, ევტიქიუსი, ფლავია და ფაუსტივის წმინდა ნაწილებიც გვაქვს. წმინდა კრისცენციუს რომაელი, წმინდა რეალ მანძარელი, წმინდა დამიანე პეჩორელი და წმინდა მოწამე ვერონიკა თავისი დით და დედით, დედას ესე იგი ქვია დედას ქვია დომნინა და დას პროსდოკა იგივე პროსკუდია ესე და შემდეგ ვისაუბრეთ ჩვენ წმინდა დამიანე პეჩორელზე და ბოლოს ვისაუბრეთ წმინდა ადალგიზი ნოვარის 32 ეპისკოპოსზე მე კი ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი